თქვენი მყოფები ციუ სამზარეულოში და დღეს მისი უდიდებულესობა პასკა უნდა გამოვაცხოთ. იქამდე სანამ ძირითადი მასის მომზადებას დავიწყებთ, აუცილებელია რომ საფუარი გავააქტიუროთ, რადგან მას დაახლოებით 9 საათი სჭირდება, რომ კარგად ამოფუმფულდეს. დავტოვოთ თბილ ადგილას, შევფუთოთ. იქამდე სანამ ამოფუმფულდება, დავიწყოთ ძირითადი მასის მომზადება. მე აქ ორ ლუფას ვაკეთებ, შესაბამისად მაქვს 20 კვერცხი და გაორმაგებული რაოდენობა ყველა ინგრედიენტის. აღწერაში დავწერ დეტალურად ყველაფერს, რის მერე რას ვაკეთებ და დამინჯერეთ, ეს არის წლებით გამოცდილი რეცეპტი, რომელიც მუდმივად განიცდიდა ცვლილებას იმ მიზნით, რომ დახვეწილიყო. და საბოლოოდ გიზიარებთ იმ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც გამოდის პასკა ძალიან რბილი, ნოტიო, ჰაეროვანი და ასევე ძალიან არომატული. წინასწარ დაახლოებით 4-5 დღით ადრე სუნელებს ვაყენებთ ოჯახში, რომ უფრო გაუჩნდეს კარგად გემოები და ეს შემდეგ უფრო არომატულს ხდის ჩვენს პასკებს. დაახლოებით 20 კვერცხით მე გამომივიდა 31 ცალი პასკა. თქვი რომ წელს რატომაც არ გავაკეთებთ გოგოებს, მაგრამ მაინც ესე გამომივიდა, იმიტომ რომ ბევრი ძვირფასი ადამიანი მყავს, ვისთვისაც უნდა მომეკითხა ჩემი პასკები. საოცარი დღესასწაულია ჩემთვის აღდგომა, ყოველთვის ესე ოჯახურად აღნიშნავთ. შემდეგ ვიდეოში გაგიზიარებთ ჩაქაფულის რეცეპტს, მე როგორ ვაკეთებ ჩაქაფულს.